საუნდის დროა. დღეს საუნდროს ფირსაკრავზეა ალბომი, რომელიც ჩემთვის ერთი მოსმენით შეყვარების კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩანაწერი, სადაც ნინა სიმოუნი არა მხოლოდ მღერის ბლუზს, არამედ თავად განასახიერებს მას. საუბარი 1967 წლის შედევრზე Nina Simone Sings the Blues. ამ ალბომზე საუბარი შეუძლებელია აღფრთოვანების გარეშე. ჩემი აზრით ეს არის ნამუშევარი, სადაც ნინას მთელი შემოქმედებითი არსი ყველაზე კონცენტრირებული სახითაა წარმოდგენილი. აქ ხედავთ მის ვოკალს სრული დიაპაზონით. ხან ჭექარე და ძლიერია, ხან მორცხვი, მოგრძალებული და ტკივილი ცავსე. ეს ჩანაწერი გამორჩეული და განსაკუთრებული იმიტომაა, რომ ნინა აქ საკუთარ სიმღერებს გვთავაზობს. როგორც წესი, ის გენიალური ქავერ შემსრულებელია, რომელიც ხვის ნამუშევრებს საკუთარ სულში თაბერავს ხოლმე, მაგრამ როცა ის საკუთარ დაწერილს მღერის, ეს არის რაღაც მომაკვდინებლად კარგი. ჩემთვის ეს ალბომი უპირობო 10-დან 10-ია. ეს ალბომი ნინას კარიერაში გადამწყვეტი მომენტია. 1967 წელს ლეიბლ Philipsიდან RCA Victor-ში გადადის და სწორედ ეს ხდება მისი სადებიუტო პროექტი ახალი შემოქმედებითი თანამშრომლობის ჭრილში. თუ მის წინა ნამუშევრებში ხშირად ვხედავდით ორკესტრულ არანჟირებებსა და პოპ ჯაზურ ელემენტებს, აქ ნინა ბრუნდება ფესვებთან, შიშველ, დაუმუშავებელ წმინდა ბლუზთან, მის წმინდა სახესთან. ალბომი ჩაიწერა ნიუ-იორკში და საინტერესო ფაქტია, რომ ნინას გარდა ალბომის ჟღერადობაზე პასუხისმგებელი იყო ბრწყინვალე გიტარისტი ერიკ გეილი და დრამერი ბერნარდ ბურდი. მათი მინიმალისტური, მაგრამ საოცრად ორგანული აკომპანიმენტი საშუალებას აძლევს ნინას თავისი ფორტეპიანოთი, რომ სრულად დომინირებდნენ სცენაზე. ლირიკულად ეს ალბომი არის სექსუალობის, პოლიტიკური პროტესტისა და პირადი ტრაგედიის ნაზავი. ნინა აქ არ ერიდება ბინძურ ბლუზს, იმ ტიპის სიმღერებს, რომელიც ადრეულოციან წლებში ბესი სმითის სტიქია იყო. აცოცხლებს ამ ტრადიციას და თავისებურ, ინტელექტუალურ სიმძიმესა და სიმწიფეს მატებს. აქ ნინა ტექნიკურად ფორტეპიანოს ოსტატობის პიკშია. ბლუზურ გამებში იყენებს ბახისეულ კონტრაპუნქტს, რაც ისეთ ჟღერადობას ქმნის, რომელიც ერთდროულად აკადემიურიცაა და ქუჩის ბარიდან წამოსულიც. ეს არის მომენტი, როცა ნინა სიმოუნი საბოლოოდ თავისუფლდება ყოველგვარი ჟანრობრივი მოლოდინებისგან და უბრალოდ გვიჩვენებს, როგორია მისი შინაგანი სამყარო. მოდი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაუყრმავდეთ ამ შედევრს, ამ ბლუზურ მოგზაურობას. პირველი ტრეკია Do I Move You. ალბომი იხსნება სიმღერით, რომელიც თავად ნინამ დაწერა და ის პირველივე ნოტებიდან თავისი გრუვით გივლის ტანში. ეს არ არის უბრალო კითხვა, ეს არის ეგზისტენციალური გამოწვევა. ნინა თავის პარტნიორს ეკითხება, აღზრავს თუ არა მასში საკმარისად ძლიერ ტოლვას, რომ მასთან დარჩეს. მაგრამ ტონს თუ დააკვირდები, თითქმის მუქარას გავს. გირჩევნია პასუხი იყოს დიახ. ის არის დაუნდობლად პირდაპირ და ზედმეტი მორიდების გარეშე გამოხატავს რაც სურს. ნინა კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს იმავე ერთგულებასა და ვნებას პარტნიორისგან. ეს არის ქალი, რომელმაც იცის თავის ფასი. ტრეკში Day and Night ნინას სულ სხვა, უფრო რბილ მხარეს ვხედავთ. ეს არის სიყვარულის თბილი და თითქმის მორჩილი გამოხატულება. სიმღერა გადმოსცემს იმ მზრუნველობას, რომელიც საყვარელი ადამიანის მიმართ უნდა გქონდეს. შეგეძლოს მთელი შენი ყურადღების მასზე ფოკუსირება. მელოდიურად ის გაცილებით სათუთია, რაც ხას უსვამს ნინას ხმის საოცარ ადაპტურობას. ის გვასწავლის, რომ ზოგჯერ სიყვარული სრული თავდადებაა. In the Dark არის ტრეკი, სადაც ტემპი რადიკალურად იკლებს. ისეთ შეგრძნება გაქვს თითქოს დრამზე ფუნჯებით დაჭერილ რიტმზე მიაბოტებს სადღაც, სადაც ყოველ ნაბიჯზე ფეხი გეფლობა. თუმცა ამ მძიმე ნაბიჯს თან ახლავს ნინას არპეჯიოები, რომლებიც დინჯ სვლაში გულს გიფორიაქებს. ერთი სიტყვით ეს სიმღერა სწორედ ასეთია, ბლანტი, მგრძნობიარე და უკიდურესად ეროტიკული. ნინა მღერის პარტნიორის თითების ბაგეებთან შეხებაზე, რაც ისეთ ინტიმურობას ქმნის, თითქმის უხერხულია მოსმენა. მუსიკალური არანჟირება აქ მხოლოდ ფონია იმ ჟრუანტელისთვის, რომელიც მის ხმას მოხვება. Real არის კიდევ ერთი საავტორო შედევრი. წინა ტრეკისგან განსხვავებით, სადაც სიბნელის ფარდა მალავს სიყვარულით გამოწვეულ თრთოლვას, აქ განწყობა უფრო ხალისიანი და ოპტიმისტურია. ეს არის სიყვარულის ბავშვური, სუფთა და გულწრფელი აღქმა. ნინა აქ თავს თავისუფლად გრძნობს, თითქოს მისმა პარტნიორმა მას უსაფრთხო ნავსაყუდელი აჩუქა. ეს არის ბედნიერების ის იშვიათი მომენტი, როცა ბლუზი არა სევდაზე, არამედ კმაყოფილებაზე გვიამბობს. My Man's Gone Now გერშვინის არია ოპერიდან პორგი და ბესი და მოგვითხრობს ქვრივის გლოვაზე ქმრის დაკარგვის გამო. ჩანაწერის ისტორია ლეგენდარულია. ნინა მის სრულიად ექსპრომტად შეასრულა. ალბომის პროდიუსერი დენი დევისი იმდენად შეძრა ამ პერფორმანსმა, რომ მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერა ალბომში უნდა ყოფილიყო. ნინას ხმა აქ არა მხოლოდ მღერის, არამედ ტირის, გოდებს და გადმოსცემს იმ უსასრულო სიცარიელეს, რასაც საყვარელი ადამიანის წასვლა ტოვებს. მივედით ჩემს საყვარელ ტრეკამდე. Backlash Blues-ში ნინა თავის პოლიტიკურ და მებრძოლ ხმას აჟღერებს. Langston Hughes-თან ერთად დაწერილი ეს ტექსტი არის მახვილგონივრული კრიტიკა იმ რასიზმისა, რომელსაც კარიერის მანძილზე ნინა აწყდებოდა. ვხედავთ შურისმაძიებელ ნინას, რომელიც თავის მჩაგვრელს აფრთხილებს, რომ მას საპასუხო დარტყმის თუ დაბრუნებული პასუხის ბლუზით დატოვებს. მელოდიურად ეს არის სპონტანური, ენერგიული, კლასიკური ბლუზი, სადაც იგრძნობა ნინას შინაგანი სიძლიერე და გამბედაობა, როგორც მტკიცე ქალისა. I Want a Little Sugar in My Bowl-ში ნინა ისე უბრუნდება მგრძნობიარეობას, როგორც In the Dark-ში.
ოღონდ აქ როლები იცვლება. ახლა თავად ითხოვს სითბოს, ყურადღებას და იმ პატარა შაქარს, რომელიც მის ცხოვრებას დაადგმობს. მუსიკა არის რაღაცნაირად გლუვი, რბილი, დახვეწილი და საოცრად შვების მომგვრელი. ეს არის სუფთა ესთეტიკური სიამოვნება ყურებისთვის. ბაქ ალბომს ცოტა თამაშისა და სიმსუბუქის ელფერს მატებს თავისი ხიარული განწყობით. ხოლო Since I Fell For You 1955 წლის კლასიკური ბლუზია, რომელიც გაჟღენთილია გულის ტკივილით. საინტერესოა, რომ ნინა აქ თითქოს ხმას იდაბლებს. აღარ გვინავს წინანდელივით, უფრო მოტეხილია. თითქოს იმედ გაცხრობენ მას თელი სასიცოცხლო ძალა გამოაცალა და მხოლოდ მოგრძადებული სევდა დაუტოვა. ეს სიმღერა საოცრად გადმოსცემს იმ მდგომარეობას, როცა სიყვარული ცალმხრივი ხდება. House of the Rising Sun-ის უამრავი ვერსია არსებობს. ჯოან ბაეზის სევდიანი ფოლკიდან დაწყებული, Animals-ის როკ-ჰიტით დამთავრებული, მაგრამ ნინამ ის სრულიად სხვანაირად დაინახა. მისი ვერსია არის სწრაფი, მაღალტემპიანი და ენერგიული. ნაცვლად იმისა, რომ ამ სიმღერაში ნელი და დრამატული თხრობა იყოს შეგონების, ერთი ადამიანის მისივე პირით მონათხრობი ტრაგედიის, როგორც ამას მიჩვეული ვართ, ის აქ სხარტი და დინამიურია. თითქოს უფრო ხალხურ ლექსს გავს, ანდაზად გადმოცემულ სიბრძნეს. ამ ინტერპრეტაციის მაგალითზე კარგად ჩანს, როგორ შეუძლია ნინას ნაცნობი ტრადიცია სრულიად ახლებურ, მოულოდნელ ფორმაში შემოგთავაზოს. Blues for Mama არის ტრეკი, რომელთაც ალბომი სრულდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. სიმღერა შავკანიანი ქალების ბრძოლაზე, ოჯახურ ძალადობასა და იმ სოციალურ უსამართლობაზე, რომელიც ხშირად მსხვერპლსა დანაშაულებს. მიუხედავად მძიმე თემატიკისა, მუსიკალური არანჟირება რჩება საოცრად დახვეწილი. ნინა ახერხებს, რომ ეს მწარე რეალობა ისეთ მუსიკალურ ფორმაში მოაქციოს, რომ მისი მოსმენა ერთდროულად გტკენდეს და გატყვევებდეს კიდეც. რატომ არის ეს ალბომი ჩემთვის ასეთი ძვირფასი? როცა ვამბობ, რომ ეს არის ერთი ნახვით თუ მოსმენით შეყვარება, გულისხმობ იმას, რომ აქ ნინა სიმეონი ყველაზე მეტად ჰგავს საკუთარ თავს. ეს არ არის მხოლოდ ჟანრობრივი ჩანაწერი. ეს არის პორტრეტი ქალისა, რომელიც არ უშინდება თავის სურვილებს, თავის ბრაზს და თავის სისუსტეებს. ნინას ფორტეპიანოს პარტიები აქ ისეთივე მეტყველია, როგორც მისი ვოკალი. ის არ მხოლოდ მღერის ბლუზს, არამედ გასწავლის კიდეც, როგორ უნდა იცხოვრო ამ ბლუზით. ჩემთვის ეს ალბომი არის შეხსენება, რომ ხელოვნება მაშინაა ყველაზე ძლიერი, როცა ის აბსოლუტურად გულწრფელია. ეს ალბომი ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან მუსიკა აქ აღარ არის მხოლოდ გასართობი და ხდება თანამოსაუბრე, რომელიც გიყვება თავის ტკივილზე, თავის ვნებაზე და შენს გაიძულებს, რომ საკუთარ თავშიც იპოვო მსგავსი ემოციები. რომელია შენთვის ნინას საყვარელი ალბომი? დამიწერე კომენტარებში. თუ გსურს არ გამოგრჩეს ახალი მუსიკის აღმოჩენის შესაძლებლობა, გამოიწერე საუნდრო ყველა პლატფორმაზე. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გაუზიარე მეგობრებს. თუ გსურს განსაკუთრებული წვლილი შეიტანო არხის განვითარებაში, მხარდამჭირე კისაზეც. ეს იყო საუნდის დრო. მომავალ შეხვედრამდე.